ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში საგანგებო განცხადება კეთდება. ჩვენ მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. წაგიკითხავთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დეკანოს გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს თავად მისი ადვოკატები და საზოგადოების გარკვეული პირები აყენებენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად ფონად მუდამ გაზდევს ცილის წამება, დეზინფორმაცია და მუქარა. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ გაშლილ კარავს და ეს ხდება იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომლისგანაც თხოვლობენ შუამდგომლობის დაყენებას. ეს ერთი შეხედვით არალოგიკური მოქმედება ბადებს ბუნებრივ ეჭვებს, რომ ხომ არ არის ეს სრულიად ლოგიკური და მიზანმიმართული ხასიათისა და ადვოკატიც და დეკანოზის თანამდგომნიც სინამდვილეში პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ კარგა ხნის წინ დაწყებულ კამპანიის გასაგრძელებლად. ამას დამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას ძირითადად ის ადამიანები იღებენ, რომლებიც სხვა დროსაც უპირისპირდებოდნენ ეკლესიას და მუდამ ეძებდნენ მიზეზს მისი დისკრედიტაციისათვის. სამწუხაროდ მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდის თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის საშუალებად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას და გამყარებას. რეალურად კი ყველამ კარგად იცის, რომ საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. და ეს პრინციპი ეხლაც შეუცვლელი არის. შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ მღვდელმთავრებისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც სკანდალურს უწოდებენ, პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც ჯობს გამოაქვეყნოს. რათა ყველამ გაიგოს რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს შთაბეჭდილება იმისა, თითქოს ჩვენი მხრიდან მისი განთავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს. ასევე მიგვაჩნია, რომ სასურველია გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა, მით უმეტეს, რომ მართალია ძიების პროცესში საპატრიარქო არ წარმოადგენდა მხარეს, მაგრამ შემდგომი მოვლენები უშუალოდ დაუკავშირდა მას. იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და გამონაკლისის სახით ამ ნაბიჯს გადადგამენ. მადლობთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პასუხი, რომელსაც ელოდა ოჯახი შეუდგებოდა თვალა თავდებში საპატრიარქო და მისი უწმინდესობა პრეზიდენტთან შეწყალებაზე. ეს არის ყველაფრის შესახებ საპატრიარქოს ხედვა, როგორ ხედავს საპატრიარქო აი ამ ბოლო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს კერძოდ დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით. აქ ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ვამბობთ, რომ გაუგებარი არის, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და მეორე მხრივ სთხოვდე მას შეწყალების შუამდგომლობას. ან შეგიძლია ერთი გზით განავითარო მოვლენები, ან მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ და ეს ლოგიკურია, თუ კი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას თხოვლობს ამასთან დაკავშირებით. თქვენ მოისმინეთ საგანგებო განცხადება, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ მამალაძის საქმესთან და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გაკეთდა.